გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დავბრუნდი ისრაელში, გიბა ტაიმში. არაჩვეულებრივი, მაგრამ ხანმოკლე დასვენება გამომივიდა საქართველოში. დასვენება რა, უფრო დავიღალე, ვიდრე დავისვენი, ანუ კარგი გაგებით დავისვე, ან დავიღალე კარგი გაგებით, იმიტომ რომ სულ გადარბენებზე ვიყავი. მაგრამ არაჩვეულებრივი იყო, კარგი ამინდებით დაგვემთხვა, იყო რამდენიმე წვიმიანი ამინდი, ვლოგებშიც ნახავდით, ცოტა ცივიც. მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგი 18 დღე გამომივიდა საქართველოში. დღეს რაღაც საქმეებზე ვიყავი და მოდი თან ამ უზარმაზარ ყუთს გავხსნი და თან ვიჭორავთ ცოტა ხანი რაღაცებზე. ესე იგი, ჩემ დედამთილ, მამამთილს და ჩემ ქმარს საერთოდ ყველას ძალიან მოგოწონა ბათუმი. მეც დავიწყებული მქონდა ყველაფერი. და ეს განმიახდა ეს გრძნობები და სიყვარული ბათუმთან, იმიტომ რომ მე მთელი ცხოვრება ბათუმში ვისვენებდი, არ ვიცი, ალბათ 3 წლიდან. და აი რაღაც ეს 4 წელი, ალბათ ეს ერთადერთი 4 წელი იყო, რაც არ ყოფილვარ, რაც არ წასულვარ ბათუმში. ძალიან შეიცვალა, ძალიან გალამაზდა. ანუ აი ყველა უზომოდ კმაყოფილი იყო. ბათუმით სილამაზით, მომსახურეობით, არ ვიცი, აი ძალიან ტურისტებზე არ მორგებული, ასე ვთქვათ, ბათუმი ეს ამაზე გამახვილებს ყურადღება და მეც ვეთანხმები. უზომოდ კეთილგანწყობილი იყო ყველა, ვისაც კი შევხვდით. და თითქოს ისეთი შეგრძნება და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შეიძლება ზაფხულშიც ჩამოვიდნენ, ესტუმრონ ბათუმს ჩემი დედამთილ მამამთილი, ნუ მე და ორი ჩემი მეუღლე სავარაუდოდ წავალთ, არ ვიცი, ამ მომავალ წელს თუ როდის, მაგრამ აუცილებლად ვესტუმრებით ბათუმს კიდევ ერთხელ ზაფხულში. რა არის, რომ არ მოსაწონი, რომ არ მოწონებოდა, სადაც რა მევჭამეთ, რესტორნები, სადაც ვიყავით. იყო უგემრიელესი უმრავლესობა. წინა ვლოგში კი ნახავდით, ვიყავი ძალიან გულახდილი ყველაფერზე, არაფერი არ დამიმალია და იმიტომ რომ გაითვალისწინებთ თქვენც. ერთადერთი რაზეც შეწუხდნენ, იყო ის, რომ ზაღლების რაოდენობა ბათუმში, ანუ შანშანაც მახსოვს, რომ თბილისში ძალიან გულით კიოდა, ასე ვთქვათ, ჩემ დედამთილს, რომ ხედავდა აი ამდენ ძაღლს ესე უპატრონოთ და ანუ ერთი ძაღლი იყო ჩანჩქერზე რო ვიყავით, მანხუცეთზე. ვაუ, ხალხო, აი რა გითხრათ. ცრემლები წამომივიდა, ისეთ საშინელ მდგომარეობაში იყო. არ ვიცი, მოკლედ, რას უშვებიან ამ ძაღლებს, რატო არავინ არ პატრონობს, ისე მაინტერესებს და გულით კივა. არ არსებობს ისრაელში უპატრონო ძაღლი ნახოთ. არ არსებობს. მე და მახსოვს, რომ პირველად რო ჩამოვედი ისრაელში, შოკში ვიყავი, განცვიფრებისგან, რომ ამდენი კატა რა უბედურებაა თქო, ანუ სულ კატები იყვნენ, ძაღლის ნასახი არა. და ანუ ჩემი დედამთილი ესე სასტუმროებიდან და რესტორნებიდან იღებდა ხოლმე საჭმელს, ანუ რა თქმა უნდა ჩვენ საჭმელს და აჭმევდა ძაღლებს დადიოდეს ჩანთა გამოტენილი საჭმელებით და ეხლა გამოვიწერე რაღაცები იმის გამო რომ 18 დღე არ ვიყავი სახლში, რა თქმა უნდა დამხვდა სრული არეულობა, აურზაური. რანაირი საჭმელის სახლში არ იყო არაფერი, ამიტომ რაღაცები გამოვიწერე, თან ხვალ სტუმრებს ველოდებით, ჩემი მეუღლის მეგობრები მოდიან, მითხრა რომ ძალიანაც ნუ გადაყვებიო თან უმზარეულობასო, მაგრამ რაღაც პატარებს გავამზადებ. ისე, პატარ-პატარა საჭმელებს. გამოვიწერე ნუში, როგორც ყოველთვის, ძალიან მიყვარს ნუში. ეს არის უმარილო ნუში, ანუ ბუმებრივი, არ ვიცი როგორ არის. გამოვიწერე ასევე თხილი. ნიგოზი, იმიტომ რომ ვაპირებ, რომ ნიგოზიანი ბადრიჯანი გავაკეთო. ეს რა არის? რუკოლა, გამოვიწერე რუკოლა, არის ის გამოვიწერე აღარ მახსოვს. ხო, რაღაც მაქვს გასაკეთებელი ჭარხლით. ჭარხალიც გამოვიწერე. ეს არის უკვე მოხარშული ჭარხალი პაკეტებში ესე. დაჭრი, შეაზავებ და გემრიელად მიირთვით. და ძალიან მოსახერხებელია და ძალიან გიცხოს შორის აი ეს ბრენდი გამისინჯავს და ძალიან გემრიელია. სხვები არ მომწონს. ერთხელ და ჩემმა გააკეთა და მაგიტომ მომეწონა და დავიმახსოვრე მეც კი სულ ამას ვიყიდით ხო. ახალი კარტოფილი, ამასაც შევუწვა, იმიტომ რომ ყველას ძალიან მოწონს. ჩემს მამამთილსაც კი გიждდება ახალ კარტოფილზე კამასთან ერთად. გამოვიწერე 2 პაკეტი. ბულგარული, იმიტომ რომ გავაკეთო კიდე ბულგარულის კარპაჩო, ასე ვთქვათ.
ღუმელში ვაცხობ ხოლმე, ძალიან კაი გამოდის, დაჭრილს. ბადრიჯანის სახში მქონდა კიდე რამდენიმე ესეთი თანხეთ რა, თან რა გრანდიოზულია, 2 ცალი. ამიტომ მხოლოდ 2 ცალი ხე გამოვიწერე. ლიმონი და ესენი ძეები. ეს არის შნიცელი. როგორც ყოველთვის, შნიცელსაც ვიწერ ხოლმე. ამდენი ცელოფნები აღარ შემიძლია. რატო იციან ესე? ან მოვიწყობი რომ არ მინდა მე ცელოფნები. ჩემი საყვარელი ხილი, მოცვი. ერთ-ერთი საყვარელი მე ზოგადად ხილი ძალიან მიყვარს, ჩემი ქმრისგან განსხვავებით. ეს რა არის? ეს არის მეგონი ფეტა, ყველი ფეტა, ჩედარი, ყველი, ბერძნული იოგურტი. ანუ ეს ყველაფერი ზოგადად იშოვება ჩემთან მაღაზიაში, უბრალოდ არ არის გემრიელი. ამიტომ ვიწერ ხოლმე. აი ნუში მაგალითად საშინელებაა. ნუში შეგაძიწყებს კაცს. ეხლა ამასობაში რა ხდება, ჩემსკენ რა სიახლეები? არაფერი, ჯერჯერ ვიცი უმუშევარი ვარ. სიამართლე გითხრათ, საქართველოში ყოფნის დროს თავი არ მომიკლია მაინც და მაინც სივების გზავნით და რო ჩამოვედი, მერე გავაგზავნე 1-2-გან. არ ვიცი ან დამირეკავენ, ან არ დამირეკავენ. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით თავს ვირთობ ვლოგებით, დამონტაჟებით. მე ალბათ თავს გავირთო ვლოგების გადაღებით, მაგრამ არ ვიცი რამდენი ხანი გავძლებ. პრინციპში ხა ამაზე მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებ, რასაც ვაკეთებ ამ წუთას, ეს არის ყურადღებით ყოფნა და სივების გაგზავნა. აბა, ხვალ შეხვდებით, მეგობრებო. გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შეხედეთ ვინ მომიყვანე. ჩემი ჯოკვალელი ფისუნია კატა, რომელიც ძალიან მომენატრა. და ხა მცემს ესე რომ იჭირავს. და გამაშვებინებს თავს, ხელს. გავაღვიძე. დაინახე ჩემს გამომწერებს და მიესალმე, გოგო, რა გჭირს? კაი ხანი გაჩერდა ისე არ ჩერდება ხოლმე. რა უკვე ბრაზდება მე მგონი. მოდი, წადი. რა თქმა უნდა, ფისუნიას მერე ეს აუცილებელი ნივთია, აქსესუარია. ყველა ბურტყლი გავიწმინდოთ. მილას ბურტყლები. რატო გავიგიჟე თავი ეხა აი ამ ბლაშზე, რომ ესე არ წამესვა რა იქნებოდა. ხო შორის ეს პიგმენტი ფიუი ვიყიდე კორეაში, მე მგონი ხო კორეიდან ჩამოვიტანე და ძალიან მომწონს, აი რაღაც ძალიან ბუნებრივ ფერს მატებს სახეს. ძალიან პიგმენტურია და გამოიყენება როგორც ტუჩზე, ისე სახეზე. როცა ძალიან არ ვიბრანჭები და ისე მინდა ცოტა ბუნებრივად რომ ვიყო ყოველთვის ამ ბლაშს ხმარობ ხოლმე. ხო, პრინციპში ნორმალურია, ძალიან არ მომსვლია ძალიან ბევრი მე მგონი. ცხვირზეც, ტუჩზეც, ძალიან ისეთ ფერსაძეს. ეხა აღარ ესე წავისო და მე გავიცლი. და ძალიან ბუნებრივი ფერი დაჭდება. თითქოს ესეთი ფერის ტუჩია. ესეთი კარგი ამინდია ისრაელში. ზუსტად ისეთი, როგორიც მე მიყვარს და იქით კვირიდან გეგმავ, რომ გავისეირნო გარეთ და დავათვალიელო. და თქვენს რა თქმა უნდა დაგათვალიერებინებთ ყველაფერს, რასაც მე დავათვალიერებ. ამ დღეებში ასევე უნდა შევხვდეთ ჩემს აქაურ მეგობრებს. სხვა რისი თქმა მინდოდა მეტი არაფერი, ხო ნუ ბათუმზე კიდე ის მითხრეს, რომ ნამდვილად ლას-ვეგას გავსო და არ არისო მოგონილიო, იმიტომ რომ ისრაელში ხშირად ადარებენ ხოლმე ბათუმს ლას-ვეგას. ჩემებაც რო ნახეს ღამის ბათუმი, ნამდვილად არ გადაუჭარბებიათო. თან ისეთ ადგილებში ვიყავით, ხალხინა ბლოგში. პირველად ვიყავი მეც. კიდევ ერთხელ დავწმინდი იმაში, რომ საქართველო არის ულამაზესი. ესე იგი, ქართული სუბტიტრებით კი გავაკეთე წინა ირთული ვიდეო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სუბტიტრები ზოგან მოწყობილობაზე, მაგალითად ტელევიზორში არ აჩვენებს, ხოლო ტელეფონში ან პირიქით. და ეხლა გადავწყვიტე, რომ ბათუმის ვლოგს რო დავდებ, ცოტა სხვანაირად გავაკეთო, ისე რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ძალიან გული დამწყდა, რომ ეს ინფორმაცია არ მოვიძიე თავის დროზე. კიდე მეგონა, რომ ავტომატურად ჩაერთვებოდა სუბტიტრები, მაგრამ არა. გამოვიქეცი, იმიტომ რომ ძალიან მეჩქარება, მაგვიანდება როგორც ყოველთვის. თმა არ ვიცი, ესე მაქვს. იმას ჯობია, რაც მანამდე მქონდა. ჩემი საყვარელი ორეული მაცვია, სხვათა შორის ძალიან მიყვარს ესენი.
გამეშრანო. აუф, ani კოპავ შო ხახაჩარი მე კინო მეცალიმეთ მე გეოლოგით და მე ვინმა კაღალიშა. აიტი მათქანე და ბერბე გეოლოგით. ვეაზანი, oh shit, זה בעברית. פתאום דיברת, בנראה לי זה היה בגלל ש... וואו, איזה שלמות. גם הגרי פנקייקיה. מוכן? It's so fluffy. כן, בדיוק. Birds singing. როგორც ყოველთვის მაგრიანდება. ვიზუალიზ ჩქარება ძალიან. დღეს ხვდები ჩემს მეგობრებს, გოგოშკებს ხულონში და იქით მივემართები. კი ძალიან დავაგვიანე, მაგრამ მოვედი. გოგოები, ნახევარი უკვე მივიდა. Мне отсюда зайти, что ли? Морча. Да. Раба. Вай, это что? Да. Как будто не ели, не знаю, там год. Магазиებში ჩემობოდიალდით. აქვე ვართ ბარემ. אני רציתי לבוא לשם, זה לא עכשיו? Своим английским все будут смеяться. Никто не будет над тобой смеяться. Виктория Secret. Ангел Виктории, да, прям один в один. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს დილიდან გამოვეწყდე, გავდივარ პატარა საქმეებზე. მე მივდივარ სასეირნოთ, იმიტომ რომ სახლში ჯდომა ცოტა უკვე მომწყინდა. ეს კვირაა. ყველა მუშაობს ჩემს გარდა, შეიძლება ჩემს მასაც შევხვდეთ, სხვათა შორის დღეს დასვენების დღე აქვს და ერთად ვიბოდიალებთ და თქვენც გაბოდიალებთ ჩვენთან ერთად. ძალიან კარგი ამინდია ისიც რომ ბევრს იჯლაგუნებ კაცი. არც ცხელა, არც ცივა იდეალური, უფრო ცხელა ვიდრე ცივა. ესე იგი დღეს მოვედით სარონაში. ადრე ვიყავი აქ და დაგვირდით რომ კიდე გამოვისეირნებდი ხო და ახლა გაჩვენებთ. გატაცებულები რომლებიც უკვე დაბრუნდნენ სახლში, ვინც ცოცხალი იყო. როგორც ადრე გითხარით, აქ არის მეტას ოფისი და კიდე რაღაც ოფისები, რომლებიც არ ვიცი, მაგრამ ძირითადად მეტაა. ანუ Facebook-ი და WhatsApp-ი. დილამეჯი და პატარა კომპლექსია. გამწვანებული და არის პატარა მაღაზიები და კაფეებიც და რა თქმა უნდა ოფისები.
ხო არ დავლიო, ეხა ფიქრობ, სანამ ჩემი ძმა მოვა. ყავაც დავლიე და ეხლა წავიდეთ მარკეტში, შიგნით შევიდეთ და დავათვალიერლოთ რა ხდება მანდ. მეც ძალიან დიდი ხანი არ ყოფილვარ დაახლოებით 1 წელია, სანამ ჩემი ძმა შემოგვიერთდება, იმიტომ რომ მოდის გზაშია. მარტო საქართველოში არ არის ლამაზი მაღაზიები და კორეაში აქაც ლამაზი მაღაზიები გვაქვს ისრაელში. გამომიცვალე, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მომეწონა. თავს ვერ ვგრძნობდი კომფორტულად იმ კაბაში და ჩავიცვი ასე. ფეხზე რამაცვია არ დაგანახებთ. ცირცხლია, უბრალოდ. გამოვედით იაფოში, მეგობრებო, გამოვედი უბრალოდ იაფოში და ეხლა დავბოდიალობ და იმედია სადღაც მივალ, შემოვხვი ესეთ ქუჩაზე, სადაც კაცი შვილი არ არის.
დავნახოთ. ძალიან მომენატრა იაფო, ძალიან ლამაზი. ძალიან მოგეწონებათ, გული მიგრძნობს, ძალიან ლამაზია. ეხლა არა, ეხლაც, მაგრამ მე რო გავალ სანაპიროზე. ძალიან ლამაზია. რა ლამაზი სახლია თუ შენობა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზია. ერთი სილამაზე სახლი. ნახეთ რა სილამაზეა. ჩემი ქარი მეკითხებოდა, ვის ერთად მიდიხარო და მეთქი მარტო. აბა ყველა მუშაობს, ვის ერთად წავიდე. მოიცეთ გაჩვენოთ თან. აქედანაც გავხედოთ. და მერეო არ მოგწყინდებაო მარტო და ჩემ თავს დაველაპარაკები მეთქი ესე და იმედი არა. რა სილამაზეა. მე ამ ქუჩაზე პირველად ვარ მართლა. არ ვარ პირველად. არასკევს დილით აქ ამბებია როგორ იტყვიან ხოლმე დედაშვილს არ აიყვანს ხელში თუ რაღაც ეგეთი გამოთქვა რომ ეგეთი ამბებია ერთხელ პარასკევსაც მომდით აი დედა ჩემი რო ჩამოვა გამოვისეირნებთ პარასკევს აქ არის ხოლმე ნაძვის ხე ყოველთვის აქ დგამენ ხოლმე იაფოს ცენტრში ძალიან კაი ამინდია საგულაო აუ ეს ახალი არ მინახავს აი ეს არ იყო შარშან ვიყავით აქ ბოლოს მე მგონი რა ლამაზია ძალიან ლამაზია ეხლა ნახეთ რა სილამაზეს დაინახავთ იმალე აი ეს ხედი ყოველთვის ძალიან მიყვარს თავიდან მაოცებს აი ესეთი წყნარი ზღვა ისრაელში ძალიან იშვიათია, ნუ თელ-ავივში. აი ზუსტად ეხლა უნდა გამოხვიდე ზღვაზე აი ამ პერიოდში იდეალურია. ვაი, ეზე იოფი. ღამეც ულამაზესია. ძალიან კამკამა წყალია, ღმერთო, რა სისუფთავეა. ფერები ნახეთ. ზღვის ფერები. ტერი ფერებია. ძალიან ცოტა ხალხია და კარგია. კვირის შუა კვირაში გამოსვლა. კაცისული ჩატანება არ არის. ისე ბევრი ხალხია ხოლმე. უშვერს იაფოში ძალიან ბევრი არაბი ცხოვრობს. ქრისტიანი არაბები, ესე ვთქვით. შეიძლება არც ქრისტიანი და
მუსულმანებიც არის. შეიძლება არ არიან. და ეხლა მივალთ მივადგებით ერთ-ერთ ძალიან ცნობილ შადრევანს. ეს არის ზოდიაქოს ნიშნების შადრევანი. ახალგაზრდობაში ძალიან ხშირად მოვდედით ხოლმე, აქ მენდა ჩემი და ქალი. ნიშნებს თუ ამოიცნობთ, იპოვით. ესეც ძალიან ცნობილი მუზეუმია ილანა გურის და აქ იმართება ხოლმე ჯაზ საღამოები. ოკეი, აბა გავუყვეთ გზას. და ბევრი საყვარელი მაღაზიაც არის. ბუდა. ეხლა ვიმყოფებით თევზების ქუჩაზე. აი. ავიდეთ და ვნახოთ ის ცნობილი ადგილი, სადაც მივდივართ. თუ არ ვწდები, პორტოხალი უნდა იყოს. გავუყვეთ ახლა გზას. აი, კიდეც ლამაზია მე მგონი, ერთი წუთი. აქედან ჩავალ. სულაც არ მოვიწყინე. ოღონდ აი ფოტოების გადაღება მინდა, მაგრამ ვინ გადამიღებს ახლა აქ? ერთადერთი ეგ მინუსია. აქ არის ძალიან კარგი თევზის რესტორანი და ხშირად მოვდივართ ხოლმე. Ireu, pomozioto. ახლა მივალთ და გაჩვენებთ. სულ ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია. აი, ეხლა ჩვენ გავუყვებით გზას და სანაპიროს, თუ არ ვწდები აქედან და მივალთ პორტში. რა თქმა უნდა, რაღაცა წერტილიდან, ცოტა იქით მე მგონი, შეიძლება გემით გასეირნება.
მე არასდროს არ გამისერნია აქ გემით. გადავლებ ყავას და დავბრუნდები უკან სხვა გზით, რომელიც ასევე ულამაზესია. აი ეს არის ძალიან ცნობილი კნაფეს ადგილი. იაფოში და ძალიან გემრიელი. კნაფი არის არაბული დესერტი. ესე იგი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი ბოდიალი იაფოში და ასევე ჩემი ვლოგიც მოვიარეთ, ესე იგი, იაფოს პატარა ნაწილი. კიდე ბევრია სანახავი. განსაკუთრებით პარასკევს შუადღისკენ, უფრო სწორად. ასევე მოვიარეთ იაფოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ერთ-ერთი არა, მე მგონი ეს ერთადერთი ცნობილი მარკეტი, ბაზარი, რაც გინდათ ის დაარქვით. და ეხლა მივემართებით სახლისკენ. ისევ იგივე გზით, რითიც მოვედით. ამ კვირის ვლოგით დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ ჩემთან ერთად გატარებული ერთი კვირა, ან ჩემი ერთი კვირა. შევხვდებით შემდეგ ვლოგში, იქით შაბათს. დროებით.